დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს მოძრაობა პატრიოტების ლიდერებმა მედიას მოძრაობის ახალი წევრები გააცნეს და მოსალოდნელ აქტივობებზე ისაუბრეს. მოძრაობა პატრიოტების ხელმძღვანელმა გიორგი მაზმანიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოძრაობა ეტაპობრივად სამუშაო არეალს გააფართოვებს. მისი თქმით, ისინი იქნებიან რადიკალურები, მაგრამ კანონის ფარგლებში. Ჩამოსვლის მიზანი არის ახალ წევრებთან შეხვედრა და ზოგადად ურთიერთობა მათთან უშუალოდ, რაც შეეხება ჩვენი მოძრაობის სამომავლო გეგმებს. ჩვენ ვაპირებთ ასე ვთქვათ გადასვლას კმარიზაციის რეჟიმს ჩვენი მოძრაობის, ასე ვიტყვი, რომ უფრო გასაგებად იყოს ჩვენი მაყურებლებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რადიკალურად ყოველთვის გავაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ სხვადასხვა კანონის გათვალისწინებული ფორმებით ამ ხელისუფლების უმზაძო ქმედებებს, მათ შორის ჩვენ ვაპირებთ ჯაბაიოსელიანის საკითხის წარმოჭრას, რასაც ვაპირებთ ყველაზე ახლო მომავალში. ჩემთვის პირადად გაუგებარია ეს ადამიანი რატო წერს დღეს დიდობის პანთეონში და რატო ამაზე ადამიანი, რომელიცაც მიუღებელი ფუნდამენტურად იყო მიუღებელი მეგრელი ხალხის და ერის ზოგადად არსებობა. მოძრაობა პატრიოტების ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ხოჭოლავაკი სამართალდამცავი სტრუქტურების, კლასის დამრიგებლის და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. პატრიოტების წევრის თქმით, რამდენიმე დღის წინ ღამის 4 საათზე აფთიაქში მიმავალი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა გააჩერა და ქვეითად მყოფი სიმთვრალეზე შეამოწმა. სამართალდამცველები ახდენენ ჩემს მიმართ ზეწოლებს. ღამის 12 საათზე მე რო აფთიაქში წავალ, იქნა გამოსულ სიმთვრალეზე რომ მამოწმე ქუჩაში მოსიარულეს და მე თან მაყენებენ შევაწყობას და მეუნებია რომ მე კაპეზეში, ჭყალებში, კაპეზეში 2 დღე მაშიმშილებენ, ეს არის ზეწოლა მხოლოდ იმის გამო რომ მე 19-ში აქციაზე ვიყავ. მოძრაობის წევრები დღეს გამართულ შეკრებაზე ასევე შეეხნენ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი, ვიდეო მასალების ინტერნეტ სივრცეში განთავსების ფაქტს და განაცხადეს, რომ ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოში მსგავსი შემთხვევები არ უნდა დაფიქსირდეს, რადგან ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მასში ჩარევის უფლება არავის არ აქვს.